პირველ რიგში უსურვებ თორნიკე რიჟოძის გამოჯანმრთელებას და ამ რთულ მდგომარეობიდან გამოსვლას. ხომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მათ შორის მნიშვნელოვანი არის მისი გამოჯანმრთელება იმ თვალსაზრისითაც, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ საზოგადოებას გააჩნდეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივად არსებობს. რაც შეეხება კითხვას, ხო, ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი არადამაჯერებელი ვერსია გაჟღერდა. თავარი პრობლემა რაც არის ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ოფიციალური ვერსია, ჯერ კიდევ ამ საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება სამართალმცავი ორგანოებისგან არ მოგვისმენია, ხომ? ეს უკვე ქმნის იმ თავითვე უნდობლობის საფუძვლებს და კითხვებს აჩენს საქმესთან დაკავშირებით. მე არ მინდა რომ კონკრეტულ დეტალებში ან ვერსიებზე მსჯელობაში შევიდე, მაგრამ ჩემ ხედავთ შეიძლება უფრო მეტად იყოს სპეკულაციური, მაგრამ ამ მდგომარეობით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კითხვა ეჭვი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მეც მინდა რომ ბოდიშკი ხთი გაწყვეტინებ, რაღაც ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც ტიპის სპეკულაციებში არ შევიდე. დღეს ასეთი გადაცემა გამოგვივიდა გურო, იმიტომ რომ ის რაც ხდება უკვე არის თვითონ ივანიშვილი არის კონსპირაციული, ივანიშვილი გვაცხოვრებს ამ რეჟიმში, ხდება, იყო თუ არა თვითმკვლელობა თუ ესროლეს მას, ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე და ალბათ უნდა ვამხილოთ, თუ კი ვატყობთ რამეს, თუ კი ხვდებით, რომ ჩვენ გვატყუებენ, მაყურებელს აქვს ალბათ უფლება იცოდეს, სად ხდება არასწორად მიწოდება მაყურებლისთვის ვერსიების. გისმენთ ბოდიში? კი, არა, რა თქმა უნდა, მედიის როლი სწორედ ამაში არის, რომ ნებისმიერ საკითხს შეხედოს კრიტიკული თვალით და დასვას სწორ დროს საჭირო კითხვები. უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჯერჯერობით ამ კითხვებზე ნამდვილად არ გვაქვს. კი ბატონო. ჩემთვის უფრო დიდი პრობლემის სიმპტომი ის არის, რომ სამწუხაროდ იმდენად მაღალი არის უნდობლობა სამართალმცავი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ვერსია მაინც იწვევს ძალიან დიდ კითხვებს, ძალიან დიდ ეჭვებს და ამ ეჭვებს თავად ეს ამ უწყებების მოქმედებაც აზრდის, ხო, აორმაგებს, იმიტომ რომ თუნდაც იგივე ამ წერილის გავრცელების ფორმა, როგორც იყო, ხო, ვინ დაიჯერებს, ძალიან რთული დასჯერებელია, რომ ნამდვილად მართლაც ერთი მედიის გადაწყვეტილებით მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მონაცემების გასაჯაროება, ხო, ერთ-ერთი მედიისთვის მისი გაზიარება, ხო? როდესაც უკვე სამართალმცავი ორგანოები ასეთი გზით ცდილობენ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედებას, ხო, ეს არათუ ქმნის საფუძველს ნდობისთვის, ხო, მიმდინარე გამოძიების მიმართ, პირიქით კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აჩენს, რომ ეს ხელოვნურად ხომ არ არის ეს ვერსია ერთგვარად შემოგდებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვარ მზად ახლა ამ კითხვებზე პასუხი გავცეს, სინამდვილეში რა მოხდა, რა არ მოხდა. ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ დღეს ნულოვანი არის ნდობა სამართალმცავი ორგანოების მიმართ და აი ამ ნდობის მიზერულობას თავად ეს უწყებავე უქმნის საფუძველს და აძლიერებს, ხომ? მეორე ამბავი ის არის, რომ რასაც ვუყურებთ, ხომ? ანუ იგივე თორნიკე რიჟოძის გვარი სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად არაერთხელ ვრცელდებოდა, არაერთხელ იყო მოხსენიებული, ხო, რომ თითქოს ხდება ერთგვარად თანამდებობაზე ყოფნის დროს კორუფციული თუ სხვა ტიპის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შედეგად მიღებული ქონების უკან დაბრუნების ცდილობა ამ ადამიანებისგან, ხო? ოღონდ ესეც ამ ყველაფერზეც, ხო, საუბარი მიდის აბსოლუტურად არაფორმალურად, ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ხედავთ, რომ წერილშიც, რომელიც როგორც მედია ავრცელებს დაწერილი არის თორნიკე რიჟოძის მხრიდან, წერილშიც საუბარი არის ამ ტიპის ბრალდებებზე, ხო? და პრობლემა ის არის, რომ თუ კი ასეთ ტიპის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, მათზე რეაგირება მიმდინარეობს არა ფორმალურ სამართლებრივი გზებით, არამედ არაკანონიერი, კანონსაწინააღმდეგო ცალკე, ხო, გარჩევების გზებით, ხო? ანუ
ერთ დანაშაულზე რეაგირებას, ერთ შესაძლო დანაშაულზე რეაგირებას, ხედავთ რომ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ ასევე კანონსაწინააღმდეგო გზებით, ხო? იმიტომ რომ ამას შეიძლება ჰქონოდა და მუქარის შანტაჟის გზები, იძულების გზები, რაც ცხადია, ცდება კანონის ფარგლებს. ანუ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად გასული არის თავად სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გასულები არიან კანონის მოქმედების ფორმალურ სამართლებრივი ჩარჩოებიდან და საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება, აი ესე არაფორმალურად და ხშირ შემთხვევაში საჯარო ინტერესებისვე საწინააღმდეგოდ, ხომ? და პრობლემა ის არის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში შეიძლება ეს ფურცელიც, აი ამ საქმეს ფურცელიც შეიძლება ისე ჩაიხუროს, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს ბოლომდე ინფორმაცია რა მოხდა, რა ხდებოდა, იგივე ეს გადაწყვეტილება, ხო? სუიციდის რის საფუძველზე იყო მიღებული, თუ კი ეს სუიციდი იყო და ასე შემდეგ, ხო? მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ინფორმირება, იმიტომ რომ აქ შემოდის საზოგადოებრივი საჯარო ინტერესები, აქ შეიძლება შემოდიოდეს ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან ძალიან მძიმე დანაშაულების ჩადენის საკითხები და ამაზე პასუხებს ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოება განსხვავებით იმისა, როგორი არის მისი პოლიტიკური აფილაცია, ხო? არის ოპოზიციურ განწყობილი თუ არის სახელმწიფო გუნდის მხარდამჭერი. კი ბატონო, და ან სამთავრობო მედია სამწუხაროდ ყოველთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ამიტომ მე ხშირად ვუყურებ ხოლმე, როცა რაღაც არაორდინალური ხდება, ხშირად ისინი თავად ხელისუფლებას ასწრებენ ხოლმე, ქმნიან ნარატივს, ამზადებენ ნიადაგს და ასპოილერებენ იმ გზავნილებს, რომელიც მოგვიანებით უკვე სამთავრობო ხაზში ჩნდება და რაღაცნაირად ყველაზე სწრაფი და ხისტი რეაქცია აქვს სამთავრობო მედიას. თუ კი უნდა გაჩნდეს სიტყვა თვითმკვლელობა, თუ კი ვერსიაში უნდა იყოს თვითმკვლელობა, ამას პირველ რიგში სამთავრობო მედიისგან ვგებულობთ და მე მგონი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს კიდევ არ აქვს გააზრებული სამთავრობო მედიის როლი მთელ ამ სქემაში, ალბათ. ეს ისე ჩემი კომენტარი ამ შემთხვევაში სამთავრობო მედიის შემოთავაზებული ვერსია პრინციპში ემთხვევა ფორმალურ ოფიციალურ ვერსიასაც, იმიტომ რომ გამოძიებაც სწორედ ამ მუხლით არის დაწყებული და ასევე იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით, რაც პრინციპში აი ამ ორ ვერსიას აძლიერებს, მაგრამ ბუნებრივია ეს პირველი, როგორ თქვა, ნარატივის შექმნას, ცხადია სამთავრობო მედიის გზით უფრო ცდილობს ხელისუფლება. ეს ერთგვარად კომფორტის შექმნაც არის თვითონ ფორმალური სამართლომცავი უწყებების მიმართ, რომ მათ არ უწევდეთ კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემა, ერთგვარად აისხლეთ ამ კითხვებს თუ ეჭვებს პროპაგანდისტული მედია წინასწარ, ხომ? უბრალოდ ამ პროცესის ბნელი მხარე, უკანა მხარე ის არის, რომ ამ გზით ხდება თვითონ ოფიციალური ვერსიის მიმართვენდობის შესუსტებაც, ხომ? თუ კი როგორ თქვა, მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს არა სახელმწიფო, არა ოფიციალური უწყება, არამედ პროპაგანდისტული მედია, ამით პირიქით ძლიერდება ეჭვები, რომ ესე იგი რაღაცა ისე არ არის, როგორც გვეუბნებიან, ხომ? და თითქოს ოფიციალური განცხადებები ან სამართლომცავი ორგანოების მიერ ხვალზე ჩასატარებელი ბრიფინგები არ იქნებოდა საკმარისი იმ ვერსიების დამაჯერებლობისთვის, რომელსაც ვიცით რომ შემოგთავაზებენ, ხომ? და ამას ჩვენ რაღაცნაირად უკვე მივეჩვია, ჩვენ საზოგადოება მიეჩვია და აქ ასევე ჩანს ქართული ოცნების დამოკიდებულება საკუთარი ამორჩევლის, საკუთარი აუდიტორიის მიმართაც, ხომ? რომ ნებისმიერი ვერსია არის დამაჯერებელი, ნებისმიერი ვერსია შესაძლებელია იყოს ნამდვილი, თუ კი ასე გადაწყვეტს პროპაგანდა, ხომ? და ესეთ რეალობაში ცხოვრება ცხადია საშიში არის ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ილექება, ხო, ამ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში ეს ყველაფერი აჩქარდა ძალიან, შეუძლებელია ეს შემოიფარგლოს მხოლოდ, როგორ თქვა, ცალკეული ოპოზიციური პარტიებით ან ცალკეული კრიტიკული მედია საშუალებებით ან სამოქალაქო სექტორით, ის აუცილებლად მიწვდება უფრო ფართო ჯგუფებს, ხომ? და ჩვენ ამას ვხედავთ რეალურად, დღეს ეს პრობლემები მიწვდება იგივე ყოფილ მაღალჩინოსნებს, სულ რამდენიმე თვის წინ გულმხრივად მხარდამჭერებს ქართული ოცნებისას და ეს შეიძლება მიწვდეს აბსოლუტურად რიგით მოქალაქეებს, რომელთაც გონიათ, რომ არავითარი შეხება არ აქვთ იმ პროცესებთან.